ჩვენი ეკონომიკა შეადგენდა დაახლოებით 4-ჯერ ნაკლებს 28 მილიარდ ლარს. დოლარში ჩვენი ეკონომიკა შეადგენს 38.1 მილიარდ დოლარს. ჩვენ რამდენჯერმე შევადარეთ ჩვენი ეკონომიკური ზრდის ტემპი მოლდოვის ეკონომიკური განვითარების ტემპს, მსგავსი მოცემულობა გვაქვს და უნდა აღინიშნოს, რომ გასული 5 წლის განმავლობაში 2021-25 წლებში ჩვენი ეკონომიკის სხვაობა მოლდოვის ეკონომიკასთან გავზარდეთ 14 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ სხვაობა ჩვენს ბიუჯეტებს შორის გაიზარდა 3.5 მილიარდ დოლარზე მეტით. ეს არის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი განსაზღვრელი ფაქტორი ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალშიც ბუნებრივია განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკის განვითარებაზე. ამ მართულებით ენერგეტიკასაც ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და აქ მინდა ერთ საკითხს შევეხო. როგორც მოგეხსენება, ჩვენ მივიღეთ 2 თვის წინ გადაწყვეტილება ენერგეტიკული კომპანიებისთვის ჯარიმებისა და სავარაუების პირობით დათქმით პატიების შესახებ და ეს პროცესი უკვე დასრულდა. მთლიანობაში 157 კომპანიას პირობით ებატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები. კომპანიების ნაწილმა უარი თქვა შეთავაზებით სარგებლობაზე, შედეგად შეწყდება 535 მეგავატის პროექტები, თუმცა გაგრძელდება 1560 მეგავატის პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, საქართველოს მთავრობის ეს გადაწყვეტილება ახალ იმპულსს მიცემს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე მინდა შევეხო რკინიგზის თემას. საქართველოს რკინიგზამ შეიმუშავა განვითარების 2026-28 წლების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის მიხედვით ჩვენ შევისყიდით 50 ახალ ლოკომოტივს, ასევე 1500 ახალ ვაგონს, ასევე დავნერგავთ თანამედროვე სარკინიგზო სისტემებს, რის შედეგადაც გაუმჯობესდება საოპერაციო პროცესები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გაორმაგდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე შევისყიდით 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად ყველა მაგისტრალური რეისი შეზღუდდება ახალი მატარებლებით. სამგზავრო გადაყვანები გახდება გაცილებით კომფორტული და სწრაფი, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის და 2 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება მგზავრთა გადაყვანის წლიური მაჩვენებელი. გარდა ამისა, რკინიგზას დაემატება თბილისი-ქუთაისის მიმართულება. აგვისტოში დასრულდება თბილისი-ბათუმის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც გადაადგილების დრო 5.5 საათიდან შემცირდება 4 საათამდე, 1.5-ით შევამცირებთ მგზავრობის დროს თბილისიდან ბათუმამდე. ასევე აგვისტოში დასრულდება თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღდგება აღნიშნული რეისი, რომელიც გაუქმებული იყო 2009 წლიდან და გადაადგილების დრო ძველ დროსთან შედარებით 6 საათიდან შემცირდება 3 საათამდე, ან განახორციელდება გადაადგილების დრო თბილისი-ახალციხის მიმართულებაზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს არის გეგმის ნაწილი. ბორჯომაგურიანის ისტორიული მატარებლის, ეგრეთ წოდებული კუკუშკის რეაბილიტაციის თაობაზე. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება როგორც მატარებელს, ისე სარკინიგზო ინფრასტრუქტურას და განხორციელდება 5 შესაბამისი სარკინიგზო სადგურის რეაბილიტაცია. ეს ხაზიც იყო 2020 წლიდან გაჩერებული და გეგმის მიხედვით მატარებელი მომავალი წლის იანვრიდან მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს. ტურისტული თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია რკინიგზის ამ ხაზის აღდგენას. ასევე მინდა შევეხო საქართველოს ფოსტაში განხორციელებულ ცვლილებებს და რეფორმებს. გასული წლის სექტემბერში შეიცვალა საქართველოს ფოსტის მენეჯმენტი და ისევე როგორც სხვა სახელმწიფო საწარმოებში, აქაც გვაქვს ხელშესახები ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები. განხორციელდა პირველ რიგში ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც განხორციელებული და მიმდინარე ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში დაიზოგება 3.5 მილიონი ლარი, 3.5 მილიონ ლარზე მეტი. ასევე შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნეს პროცესები დაბრუნდება საქართველოს ფოსტაში, რის შედეგადაც საქართველოს ფოსტას ყოველწლიურად დაემატება 14.2 მილიონი ლარის ოდენობის შემოსავალი. აღდგა ასევე საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, დასრულების ეტაპზე ახალ ავიაკომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, განახდა ასევე ხელშეკრულების პირობები არსებულ ავიაკომპანიებთან და ამ ყველაფრის შედეგად დაიზოგა სატერმინალო მომსახურების ხარჯი, შემცირდა სატრანზიტო ვადები. შედეგად საჰაერო ტერმინალის ოპერირებიდან საქართველოს ფოსტა ყოველწლიურად 5 მილიონ ლარზე მეტის დამატებით შემოსავალს მიიღებს ყოველწლიურად, როგორც უკვე აღინიშნა. და ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველა ცვლილების შედეგად საქართველოს ფოსტა, რომელმაც ჩარჩანდელი წელი 7 მილიონი ლარის ზარალით დახურა, პირველად გავა მოგებაზე და გახდება მომგებიანი სახელმწიფო კომპანია. ხედავთ, რამდენად ფუნდამენტურია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ხორციელდება საქართველოს ფოსტაში.
ასევე შევეხები კიდევ ერთ თემას, ეს არის საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, შეიქმნება დღეს ჩვენი გადაწყვეტილებით ახალი ინსტიტუცია, ასეთი სახელწოდებით საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია. ეს ინსტიტუცია შეიქმნება სააგენტო საწარმოო საქართველოში ბაზაზე და მასში განხორციელდება რამდენიმე, მათ შორის საქართველოს განვითარების ფონდის ფუნქციის შერწყმა. პროგრამა საწარმოო საქართველოში დაემატება ახალი ინსტრუმენტები, ასევე განხორციელდება არსებული ინსტრუმენტების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც კერძო სექტორისთვის გაიზრდება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ახალი ინიციატივები მოიცავს ინდიცირებულ სესხებს და კაპიტალის ბაზრის განვითარების ინსტრუმენტებს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კონკრეტულ სექტორებს, მათ შორის ენერგეტიკას, სადაც კომპანიებს გაიზრდებათ წვდომა იაფსესხებზე. ეკონომიკის სამინისტროში ასევე უნდა ითქვას დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბდება ინვესტიციების სააგენტო, რომელიც აქტიურად იმუშავებს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე საქართველოში. შევეხები ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურის თემას. როგორც მოგეხსენებათ, გასული რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელდა არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი სახელმწიფო ხარჯების სერიოზული ოპტიმიზაცია სხვადასხვა მიმართულებით და სხვა ხელშეკრულებებთან ერთად ჩვენ ასევე გადავხედეთ ანაკლიის ხმელთაშუაზღვისპირეთის ნავსადგურის დაღრმავებასთან და ტალღამტეხის მოწყობასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის პირვანდელი ღირებულება იყო 203.9 მილიარდი დოლარი. ასევე გადავხედეთ ხელშეკრულებას ზედამხედველ კომპანიასთანაც. შედეგად პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით შემცირდა, პროექტის ღირებულება შემცირდა 52.9 მილიონი დოლარით და შედეგად უახლოეს დღეებში აქტიურად განახლდება სამშენებლო პროცესი ანაკლიაში, ბევრად უფრო შემცირებული ხარჯებით და ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მაქსიმალურად ხარჯეფექტიანად მინიმალური საბიუჯეტო დანახარჯებით განხორციელდება. მინდა მადლობა გადაუხადო ეკონომიკის მინისტრს და მის გუნდს, რომელმაც სახელმწიფო ბიუჯეტს ამ კონკრეტულ შემთხვევაში 52.9 მილიონი დოლარი დაუზოგა. შევეხები ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს გეგმის შესრულებას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის პირველი კვარტალის გეგმა გადაჭარბებით ხარჯების ნაწილში 7%-ით შესრულდა. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კორუფციის პრევენციის მიზნით და არასწორი პრაქტიკის პრევენციის მიზნით შარშან დაგჭირდა ჩვენ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება. შედეგად შარშან დაუხარჯავი დარჩა დაახლოებით 400 მილიონი ლარი, რომელიც სამინისტროს წლევანდელ ბიუჯეტზე გადმოვიდა. და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, თანხების გადაჭარბებით ათვისებას, 7%-ით ათვისებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით, ისე ჩვენი ეკონომიკის ზრდის სტიმულირებისთვის. მადლობა მინდა გადავხადო ინფრასტრუქტურის მინის გეგმის გადაჭარბებით შესრულებისთვის. და ბოლო საკითხი უკავშირდება პლასტმასის მოხმარების შემცირებას. როგორც მოგეხსენებათ, პლასტმასის მოხმარება ზიანს აყენებს როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე გარემოს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადაიდგა პლასტმასის მოხმარების შემცირების მიმართულებით, ეს პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება. თუმცა ამავდროულად ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესთან დაკავშირებული გვერდითი ფაქტორები, მათ შორის არის ბიზნესის ობიექტური ინტერესები, ასევე კონკრეტული რეგულაციების შესაძლო გავლენა სამოხმარებლო ფასებზე. ბიზნეს სექტორთან მქონდა აქტიური კონსულტაციები, მადლობა ამისთვის გარემოს სტატუსსა და სოფლის მეურნეობის მინისტრს და ამ კონსულტაციების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება გადავავადოთ 4 წლით 2031 წლის 1 თებერვალამდე. ეს არის ეს გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა კონსულტაციების შემდეგ კონსულტაციების საფუძველზე. ეს იყო ის საკითხები, რომლებსაც მინდა ყურადღების გამახვილება შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. დიდი მადლობა.